ზუსტი წონა მითხრა. 7 კილო და 50 გრამი. იცი თუ არა, 7-22 არის სოფლიო რეკორდი ბირთის კრაში. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისევ და ისევ სერბადრის გემოვლოგში. მე მინდა დღეს შემოგთავაზოთ დარწმუნებული ვარ ყველაზე გემრიელი, ყველაზე ორიგინალური და რაც მთავარია ინტერნაციონალური კერძი. ეს არის სირაქლემას კვერცხი, რომელსაც ჩვენ შევაზავებთ ღია ცეცხლზე. ჩავყრით ინგრედიენტებს, რაღაცაც მოგახსენებთ აუცილებლად, ცოტა მოგვიანებით. კერძი, რომელიც ჯერ საქართველოს კულინარიის ისტორიაში არავის არ გაუკეთებია, მით უმეტეს ესეთ პირობებში, მით უმეტეს ღია ცეცხლზე, მდინარის პირას. ეს არის აფრიკული სირაქლემას კვერცხი, რომელიც იწონის დაახლოებით კილო ნახევარს. ეს არის, რომ წარმოვიდგინოთ, 20-25 ცალი ქათმის კვერცხის მოცულობის რა. აფრიკული სირაქლემას კვერცხი სპეციალურად სერბადრის გემოვლოგისთვის გამოაგზავნა ოსტრიჩ ჯორჯიას ფერმამ. დიდი მადლობა მათ ამისთვის. დაალაიქეთ, გამოგვიწერეთ და დავიწყოთ. აფა გავახუროთ და დავჭრათ ინგრედიენტები. ეს არის ბორის თონი, შეუნარჩუნდეს სხიმი აფაზე, წვრილად დაჭრილ ქონს ვაყრით ტაფაზე. ასევე ვჭრით წვრილად ბეკონს, რომელსაც ჩავამატებთ მე ქონთან ერთად. ვუნებთ ქონს და ვამატებთ ბეკონს. ვიღებთ სირაქლემის კვერცხს, ჩემო ძვირფასებო, და ვიწყებთ თავის მოხერხვას, მოტეხვას, მოჭრას. ნახოთ, აბა რომელი გამოგვივა ნახოთ. ასე ჩავდოთ. ხაკით. თავის ნელ-ნელად მოვხერხე. და შევეცდები აი ეს ზედა ნაწილი ჩავამტვიო, ჩავტეხო. Yes! გამოვიდა!
აჰა. ოცნება თქონდა სირაქლემის კვერცხის დამტვრევა, ენა ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა ზოგადად სირაქლემის კვერცხი იჭმეოდა თუ არ იჭმეოდა საერთოდ. აჰა, იჭმევა კი არა. აბატო. კვერცხს მოვაჭერით თავი და მოვურიოთ შიგ თავს. ერთიანი მასა გახდეს. გაგიჟდებით ისეთია. კვერცხი უნდა მოვათავსოთ ფოლგაში, დროებით გადმოვდოთ. ფოლგა ჩავდოთ ფოლგაში. სანამ ცეცხლში ჩავდებთ, უნდა მოვამზადოთ ინგრედიენტები, ჩავაყაროთ. Այդ ինգրեդիենտებს ծուանը խախուի პირველ რიგში წვრილად ვაყრით კვერცხში ვამატებთ ბეკონს ცოტაოდენ წითელ ბულგარულს ვახეხავთ ყველს ზულგუნს ინგრედიენტების ჩაყრის შემდეგ ვიწყებ ფოლგის გადახვევას. ისე რომ თავი დაეხუროს ამაზად. გადახვეულ სირაქლემას კვერცხს ვდებთ ნაკვერცხალში და დაველოდებით შეწვას. ბოლო შტრიხი იქნება მარილის მოყრა და ბოლოს მოვაყაროთ მარილიც. მანამდე ჩავდოთ ნაკვერცხალში. აბა ავხადოთ თავი ნახოთ რა გამოგვივიდა. აჰა. ასე. მოთავსოთ კუჭელში. და დავიწყოთ ფოლგის გახსნა. არომატი კარგი ამოდის ჯერჯერობით და შეგენაცვალე ყველი მაინც თავის საშვება თან სულგუნი. აჰა. სირაქლემა. ოჰოჰოჰო. აჰა. გამოვიდა ჩვენი შეუდარებელი კერძიც. აბა ჩაურიოთ და აბა თუ გაგახსენებათ ჩაურიოთ კერძს. კარგია? კარგია? მარილი!
ლავაში. ავსინჯოთ ჩვენი კერძი. რაღაც სასწაული არომატი ამოდის. მე მგონი თქვენს უნდა შეიგრძნოთ. გემო